ფილმი მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით. საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიულობა და მობილიზება. ზოგჯერ გადაწყვეტილების მისაღებად წამის მიასედიც კი არ გაქვს. ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოცდილებას და ინსტინქტებს უნდა მიენდო. 2013 წელს განყოფილებაში შემოვიდა ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ჩვენ თანამშრომლებთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, როდესაც დახვდა ესეთი სურათი. დანაშაულის ადგილი ბრძოლის ველს გავს, სადაც დამნაშავეს საკუთარ უყურადღებობას და დაბნეულობას ებრძოდა. მაგრამ ნებისმიერ დამნაშავეს ავიწყდება რაღაც წვრილმანი, რომელიც საქმის გამოძიების გასაღები ხდება. უბრალო წვრილმანსა და სისულელე შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს. და ადგილზევე გაირკვა, რომ ნიღბიანი პიროვნება, რომელსაც ასევე ხელთათმანები ეკეთა ხელზე, ბანკში იარაღის მუქარით შევიდა და რა დროსაც მოლარებს ოპერატორებს მოსთხოვა თანხის მიცემა. ესეთ რაღაც ჩემ ცხოვრებაში საერთოდ არ მომხდარა არასოდეს. არ ვიცი, თქოს საერთაშორისო სამუშაო დღე იყო. და უცებ გავიგე გასროლის ხმა და შეგვეშინა ყველას და დავინახეთ როგორ შემოვიდა ეს ბიჭი თვითონ მთლიანად შეიარაღებული, ეს მარტო თვალები უჩანდა. და დაცვის თანამშრომელი შემოიყვანა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით. ადგილზევე გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მოლარემ, რომელმაც მოახერხა და ჩადო შავი პოლიეთილენის პარკში სპეციალური ფულის შეკვრა და ბანკიდან ფულის შეკვრის გატანის შემთხვევაში 10 წამში ის ამოქმედდა კიდევაც და უშვებდა სპეციალურ მკვეთრ წითელ ბოლს. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ნაწილი ფულის შეიღებულოდა, ხოლო ნაწილი ფულის დაზიანდებოდა. და რო დავინახე, რომ ხატია უდებდა ამ კაფსულას ჩანთაში, ისე შემეშინდა და ვაიმე რო შემეშინდა ის რომ იმას რო დაენახა, რომ ეს კიდევ ამ კაფსულას უდებდა ჩანთაში, რა მოხდებოდა იქ კაცმა არ იცის.
და თანხას გადმომიგდო ჩანთა, სადაც უნდა ჩამეყარა ეს თანხა და ამის თვალებში რომ შევხედე, მივხვდი რომ თანხა რო არ მიმეცა, ალბათ ძალიან ცუდ რაღაც მოხდებოდა. როდესაც გავარკვიეთ, რომ ეს აღნიშნული კაფსულა უნდა აფეთქებულიყო, გამოვიდით გარეთ, დავათვალიერეთ უკვე გარე პერიმეტრი შემთხვევის ადგილით და პირველ რიგში ვეძებდით თვითმხილველებს და ასევე ადგილზე დამონტაჟებულ კამერებს. ასევე თვითმხილველიდან, რომელიც აფთიაქში მუშაობდა, ერთ-ერთ აფთიაქში განაცხადა, რომ მირგოდა მამაკაცი თავზე გაკეთებული ნიღბით და უკან მოხვდებოდა წითელი ბოლი. იქვე დაახლოებით 150 მეტრში, კერძო სახლზე დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა დაცვის თვალსაზრისით. ადგილზევე იმ წუთასვე ამოღებული იქნა ამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც მართლაც ჩანს მამაკაცი, რომელიც მირბის და თან ასდის ბოლი. უკვე ჩვენთვის ცხადი იყო მიმართულება თუ დამნაშავე რა მიმართულებითაც წავიდა. ადგილზე ასევე გამოძახებული იქნა კინოლოგები და უკვე ეს როდესაც დადგენილი იყო წინაპირობა თუ რა მიმართულებით გაიქცა ეს მამაკაცი, მეძებარ ძაღლს, ანუ კინოლოგ ძაღლს ავაღებინეთ ადგილზევე სუნი და სუნის მიხედვითაც ძაღლი დაიძრა ამ მიმართულებით. დაახლოებით შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრში ძაღლი შეჩერდა, სადაც ნაპოვნი იქნა ნიღაბი და ტანსაცმელი. სანამ პოლიციელები ცხელ კვალზე მოწმეებს კითხავდნენ და დანაშაულის ადგილზე დარჩენილ კვალს ეძებდნენ, დამნაშავეს სამომავლო სამოქმედო გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა. მაგრამ მან კაფსულის შესახებ არაფერი იცოდა. ძარცველი დილემის წინაშე დადგა. ანამ დასრულ ფულთან ერთად სამუდამოდ უნდა მიმალულიყო, ან უზომოდ დიდი რისკის მიუხედავად მისი გადაცვლა უნდა მოეხერხებინა. ვინაიდან ხა ადამიანს მიაქვს ფული შემთხვევის ადგილიდან და მით უმეტეს დანაშაულის განხორციელების გზით, შესაბამისად მან ეს ფული უნდა გამოიყენოს. დამნაშავემ დასრული ფულის თავიდან გადახურდავება გადაწყვიტა. წვრილი ქართული კუპიურები ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით მოიშორა. ხოლო უცხოური ფულის, კერძოდ კი დოლარის და ევროს გადასაცვლელად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებულ ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებს მიაშურა. ჩვენს მიერ ადგილზე გაფრთხილებული იქნა ყველა დიდი სალომბარდო და სავალიუტო ჯიხურები და გავაფრთხილეთ, რომ მსგავსი საღებავიანი ფულის მიღების შემთხვევაში უნდა დავკავშირებოდა. საგამოძიებო ჯგუფი დასრულ ფულს უკვე ეძებდა ქალაქში. მათ ფულს ვალუტის გადასახურდავებელ ერთ-ერთ ჯიხურში მიაგნეს. თავარი სამართლოს დეტექტივი შეიძლება შემოვიდა. მობრძანდით. ასევე გაფრთხილებული იქნა ჩვენთან ოპერატიულ კავშირზე მყოფი პირებიც. რამოდენიმე დღის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ სავალიუტო ჯიხურში ჩაბარებული იყო საეჭვო ფული და ადგილზე მისვლის და დათვალიერების შედეგად ჩვენს მიერ ამოღებული იქნა 50 ევროიანები და 100 დოლარიანი აღნიშნული
საღებავით მოსვლილი. გამარჯობა. თავარ სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი ზურაბ აჩიჩივაძე უნდა შემოვიდა. ოღონდ აღნიშნული ამოღებული ფული ჩვენს მიერ ქიმიური ექსპერტიზის შედეგადაც შედარდა ბანკიდან წამოღებულ საღებავის ნიმუშთან და მოხდა მათი იდენტობა და ჩვენი ვარაუდი რომ ეს იყო ის პიროვნება და ეს იყო ზუსტად ის ფული რომელსაც ჩვენ ვეძებდით უკვე დადასტურებული იყო. ასევე ამოღებული იქნა სათოთვალო ვიდეოკამერებით დაფიქსირებული მასალაც სადაც დაფიქსირებული იყო პიროვნება, რომელსაც უჭირავს აღნიშნული ფულადი თანხა და ახურდავებს ამ კონკრეტულ სავალიუტო ჯიხურში. სამუშაო პროცესში გამომძიებლებმა მოახდინეს ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხურიდან ამოღებული ვიდეოფირის გაშიფრვა და დანაშაულის ადგილის სიახლოვეს დამონტაჟებული კამერის ჩანაწერთან შედარება. ორივე ჩანაწერის გარჩევის შემდეგ გამომძიებლებმა დამნაშავის იდენტიფიცირება მოახდინეს. ძარცველი ქალაქ გორში მცხოვრები ჯაბა ჭეიშვილი აღმოჩნდა. აღნიშნული პიროვნება ცხოვრობდა მოშორებით, ბანკის მოშორებით და ის რამოდენიმეჯერ მისული იყო სპეციალურად ამ ბანკში, ამ ფილიალში, რათა დაკვირვებოდა თუ რა რაოდენობით ხალხი მიდის, რა რაოდენობით ფული ან სად ინახება ფული. ანუ მას წინასწარ უკვე შესწავლილი ჰქონდა დანაშაულის ადგილი და განსაზღვრული ჰქონდა და დაგეგმილი თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ასევე სპეციალურად შეარჩია დრო, როდესაც არ იქნებოდა განსაკუთრებული ხალხმრავლობა. ვინაიდან უკვე უნდა გადასულიყავით შემდეგ ეტაპზე და უნდა მომხდარიყო ამ პიროვნების იდენტობა, რაც უკვე ცალკე საგამოძე, მაგრამ ოპერატიული თვალსაზრისით ხდება ამ დანაშაულის გახსნას შემდეგ ეტაპზე უკვე ჩვენს მიერ ელექტრონულად გადაგზავნილი იქნა ყველა პოლიციის განყოფილებაში და ცენტრალურ პოლიციურ დანაყოფებშიც აღნიშნული პიროვნების ფოტოსურათი და ასევე დავალებული იქნა, რომ მათ კავშირზე არსებულ პირებისთვისაც ენახებინათ ეს სურათი და მიღებული ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა ამ პიროვნების ვინაობა. გადაწყდა ამ პიროვნების აყვანა და შეთანხმებული იყო აყვანა, მაგრამ ვინაიდან ვიცოდეთ ჩვენ ეს პიროვნება იყო შეიარაღებული და შესაძლებელი იყო რომ მას წინააღმდეგობა გაეწია და აქ საუბარი იყო მის სიცოცხლეზეც და ასევე საუბარი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს უბლება ხელვყოთ გარკვეული დანაშაულის აღკვეთის გამო სხვის სიცოცხლე ან საფრთხის ქვეშ ჩავაყენოთ, გადაწყდა მისი ოპერატიული თვალთვალი. გამომძიებლებმა დამნაშავის თვალთვალი სოლოლაკიდან, კერძოდ კი დავითაშვილის ქუჩიდან დაიწყეს. დამნაშავე ქალაქის გავლით რუსთავისკენ დაიძრა. მას გეზი წითელი ხიდისკენ ჰქონდა აღებული და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.
როდესაც ეს პიროვნება ყავდა უკვე თვალს არ ვაშორებთ და 24 საათი ვთვალებდით, ჩამოვიდა სახლიდან, წინასწარ გამოძახებული ყავდა ტაქსი, ჩაჯდა აღნიშნულ ტაქსში და როგორც ჩანს აპირებდა ქვეყნის დატოვებას და მიემგზავრებოდა წითელი ხიდის მიმართულებით. როდესაც ჩვენ ვიხელთეთ ისეთი შემთხვევა, რომ არც მანქანების დიდი მოძრაობა იყო და არც ხალხი მოძრაობდა, გვერდზე გადაუყენეთ ოპერატიული მანქანა და მივმართეთ, რომ გაჩერებულიყო. მიდი იარე, მიაწეთ ცოტა. აი გადააყენებით. როდესაც ხიდთან მანქანამ დაამუხრუჭა სწრაფად, მარჯვენა მხრიდან გადმოდის შეიარაღებული ეჭვმიტანილი, რომელიც გასროლას ახორციელებს ჩვენი თანამშრომლის მიმართულებით, რომელიც ამ დროს უკვე გადასულია მანქანიდან ამ პიროვნების დასაკავებლად და გარბის. მას როგორც ჩანს ფეხი დაუწდა აღმართში, როდესაც ადიოდა, რა დროსაც მოხდა მისი სწრაფი დაკავება. პიროვნებამ დაკავებისას უკვე აღიარა და ჩადენილი დანაშაული. მას ნაწილი ფული უკვე დახარჯული ქონდა, ხოლო ჩვენს მე უკვე ნაწილი ფულის ამოღება მოხერხდა, ვინაიდან ის ნაწილ ფულს ინახავდა სახლში. აღნიშნული დანაშაულის გამოძიების და ოპერატიულად მუშაობის პერიოდში ნათელი გახდა თუ რამდენად ხელს გვიწყობს გამოძიების დროს ის ტექნოლოგიური სიახლეები და პოლიციაში დანერგილი ეს ტექნოლოგიური საშუალებები საქმის გამოძიების დროს. შესაბამისად იხვეწება, რა თქმა უნდა, დანაშაულიც, მაგრამ იხვეწება შესაბამისად მასთან ბრძოლის მეთოდებიც და ტექნოლოგიური საშუალებებიც. ასე რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც არ გაიხსნება ადრე თუ გვიან. თავი სწორი მიდგომა, სწორი გზის პოვნა და ყველა საშუალების გამოყენება ამისთვის.